ხელი ასიოს იმან, ვისაც გაუკვირდა, რომ ბორის ივანაშვილის მარჯვენა და მარცხენა ხელები ბიუჯეტის ფულს იპარავენ. არმიაში თუ სხვაგან. აი, ის ხელი აწიოს 51 რომ შემოხაზა საკუთარი კალმით. არ ვიცი ვინ რამდენჯერ. აი, თქვენთვის ვამბობ და თქვენზე. არმიისა და სპეცსამსახურების მიზანმიმართულმა ნგრევამ და ხრწნამ შედეგი მოიტანა. მე აქედან ბატონ ბორის მიულოცავ, იმას კი შეუძლია უკვე ზემოთ მიულოცოს კრემლში. პროკურატურამ ერთ თვეში დაიბარა ხალხი, ვის იმედადაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მშვიდად უნდა გვძინებოდა. ვინც ხერხემალი იყო, ან უნდა ყოფილიყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. დაიბარა თავდაცვის ყოფილი მინისტრი. დაიბარა სუსის ყოფილი უფროსი. დაიბარა სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე. დაიბარა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური. დაიბარა დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. და რა გავიგეთ მათი დაკითხვით? ერთადერთი რამ, არც ერთი მათგანი, არც ერთი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამსახურში დადიოდა, მაგრამ სათანადოდ არ მუშაობდა. ხელფას პრემია და ამათ პრივილეგიას იღებდა, მაგრამ სულ ლამპასებიან ფეხებზე ეკიდა ქვეყანა დაცული იყო თუ არა. ამათგან ყველა ერთხმად, ბორისის ხმად, განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ჩორჩანასთან პოსტის მშენებლობის შესახებ 2019 წელს. არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. ეს გავიგე მეორე დღეს. უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი განხილვა არ ყოფილა. ახლა ვითარებას მოდი გარედან შევხედოთ. არის ქვეყანა, რომლის დაპყრობაც გინდა. ძალიან გინდა. ქვეყანას ყავს არმია, ტანკებით, ვიფრინავები, ვერტფრენები, ქვემეხები. ვიღაც ამ ქვეყანაში ყველაზე ფეთქებაცაში ზონაში აშენებს რაღაცას, არქმევს პოსტს და აყენებს იარაღიან ადამიანებს. და ამ ქვეყნის მთავარმა, პირველმა, უპირველესმა სამხედრომ ეს არის. ეს არის სამხედრის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა. ეს არის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომელსაც აი ცოტა მაინც რომ შეეფერებოდეს დაკავებულ თანამდებობას, შენს გარშემო პაჭკა უნდა ხავდეს თავისი აგენტები. ხოდა ამათ არათუ წინასწარ არიციან არამედ ეგრეთ წოდებულ კონფლიქტის ზონაში საგუშაგოს ჩადმისა და იარაღიანი ადამიანების გამოჩენის ამბავს იგებენ მხოლოდ მეორე დღეს. და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა სამსახურში მიდიან. ვიღაც მოხსენებიდან ტელევიზორიდან. ღამეც კი არ აღვიძებენ ამათ ოპერატიული მორიგეები, ბატონო გენერალო თუ ბატონო მინისტრო თუ ბატონო თავმჯდომარე თუ ბატონო იმანო არ ვიცი. ასეთი ამბავი დაგვემართა Deep State-ის აგენტი, აი შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, ომს იწყებს ხაშურის მუნიციპალიტეტში. ეუბნებიან მხოლოდ დილით. ისევე როგორც თურმე პრემიერ-მინისტრს. ახლა პირადად გომელაურზე არა საუბარი, ან ჩაჩიბაიაზე, ან იზორიაზე, ან სუჯაშვილზე, ან ტაბატაძეზე. თუმცა ნამდვილი გენერალი, რომელიც ვიღაცა თურმე ომის განახლების ხიფათის წინაშე დააყენა და არ გააფრთხილა, რომლის ქვეყანამაც ამის შედეგად მიწები დაკარგა, იმ ვიღაცას აი Deep State-ის აგენტს იარაღი მიუვარდებოდა და ფეხებს მაინც დაუხრებდა, თუ შუბლს არა. ან დაწერდა გადადგომის პატაკს როგორც უსარგებლო რგული, ვინც სათანადოდ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ეს იდეალურ შემთხვევაში, მაგრამ ისევ ამათი მუნდირის პრობლემა ახლა მეშვიდე ხარისხოვანია. მნიშვნელოვანია რადონის მორჩილებასა და მსახურებას ითხოვს ივანაშვილი და როგორ ხედავს ამ ყველაფერს მტერი. და ხედავს ასე. აგერ შენს წინაა შენზე გაცილებით პატარა ქვეყანა, რომელიც გაავსე აგენტურით, მაგრამ ბოლო წლებში ისინი აღარავის დაუჭერია. ხანა ნულოვანი კოორდინაციით 4 მთავარ ძალოვან უწყებას შორის, რომელიც არც პრემიერმა, არც სუსის უფროსმა, არც მთავარმა სამხედრომ, არც დაზვერვამ არ იცის, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რა ხდება კონფლიქტის ზონაში. ამაზე უკეთესი რა უნდა ინათლო. ამაზე მეტად მოშლილი როგორი უნდა იყოს მოწინააღმდეგე. და ამ ქვეყნის საოკუპაციოდ რა ძალა დაგჭირდება, რა 58 არმია, რა ტანკი, რა რაკეტა. ფაქტი არც დასჭირდა. გაიხედეთ ბანჯარაში, ქუჩაში, ჩართეთ ტელევიზორი, მოусმინეთ ხალხს, ვინც თავს ხელისუფლებას უწოდებს. რუსეთია.